მოვედი მოვიარე რიყის პარკი, გავისეირნე, დავარტყი კრუგები და მოვედი ახლა გაჩვენებთ რა ვიყიდე ორნაბიჯში 25 ლარად და რაღაცა და ჩეკიც წამოვიღე და ნახოთ რა ვიყიდე. აი ჩეკი. ესე იგი არაჟანის სოფლის ნობათი 7.95-ის ნაცვლად 4.99-ად. არაჟანი ძალიან მიყვარს, ყველაფერში ვიყენებ და 5 ლარად ვიყიდე არაჟანი. ჩიპსი, კარტოფილი, სხვათა შორის ეს ჩიპსები სულ იყო აქციაში ყოველთვის და დღეს იყო 4 ლარად რა. ნუ ეხა ჩიპსტერს არ შეედრება, რა თქმა უნდა, ჩიპსტერისნაირი ვერ იქნება. თუ პრინგლსისნაირი, ხო? პრინგლსისნაირი გემრიელი ვერ იქნება, მაგრამ ფასიც ეხა პრინგლსი ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ეს და ძალიან მინდოდა ამის გასინჯვა და 4 ლარი ღირდა და წამოვიღე როგორც იქნა. ყოველ ორნაბიჯში მისვლის დროს სულ მინდოდა, რომ ეს მეყიდა რა. ხო და სამნაირია, წიწაკის იყო, ყველის იყო და ეს რაღაცა соуსის არის, soul cream, რაღაცა ნუ ხახვის და რაღაცა соуსის არის და ამასაც გავსინჯავ აუცილებლად ეს 4 ლარი. ნატახტარი ლარი და 80 ლიტრიანი მსხლის დიდი არ იყო აქციაში და პატარა წამოვიღე, დიდი არც იყო მე მგონი. პატარა წამოვიღე ლარი და 80 ღირდა ეს. ნუ ამათი ფასი უცვლელია, 60 თეთრი ღირს ეს ყოველთვის 3 ცალი ვიყიდე. 3 ცალი ვიყიდე, ეს ერთჯერადი სუპი, ეს ძეხვი ღირდა. მაქვს ძეხვი, მაგრამ ტოსტერებს ვიკეთებ ხოლმე, მდნარ ყველს ვყიდულობ ხოლმე და სოსის და დაჭრილ პურში ვიკეთებ ხოლმე ტოსტერებს. ხო და მაქვს კალბასი მაცივარში, მაგრამ ესეც იაფი ღირდა და წამოვიღე. ძეხვი მოხარშული 3.80 ნაღირება ისე ეს, მაგრამ ფასდაკლებით 2.70. ნუ ფასდაკლების გარეშეც არ ყოფილა მოკლედ ძვირი. 2.70 და ეს ქათმის ფილე ბიბილო ესეც არის ხოლმე აქციაში, მაგრამ ეხლა არ იყო. ხო, მაგრამ მაინც წამოვიღე. ფილე გაყინული 4.75. ნუ 3 და რაღაცადაც არის ხოლმე აქციაში. ეს იყო დიდი აქციაში. ეს არის 500 გრამიანი და 1000 გრამიანი იყო აქციაში 6.99-ად, მაგრამ ამოყიდული იყო სულ, აღარ იყო საყინულეში დიდი. ხო და წამოვიღე ეს პატარა 5 ლარი ღირს ესეც ფილე გაყინული. ცელოფანი 10 თეთრი და ეს რა ქვია, სადარი რონდო ქათმის პელმენი მარშე საქონლის 7.35 ღირს და 5 ლარად იყო აქციაში. ნუ არ ვიცი, ესეთი შეფუთო აქვს პელმენი მარშე საქონლის ხორცით, ნუ ფასდაკლებულ აქციის ფასს რო დავხედე, მეგონა რომელი იცით, მე რო ვყიდულობ ხოლმე ძალიან რომ მომეწონა, მაგრამ ეგ არ იყო აქციაში. ეს არისო რა, ეს რა ქვია, მოლარე კონსულტანტი დავიხმარე, ხო და ეს არისო აქციაშიო და რა ვიცი, მაინც წამოვიღე, მაგრამ არ ამგონია იმას აჯობოს მე რომ მომწონს. იმიტომ რომ ისინი არის უფრო დიდი ზომის და ძალიან გემრიელი, ხორციც ბევრი აქვს და ყველაფერი. ნუ ეს იყო 25 ლარი და 7 თეთრის ნაყიდობები. ხო და რა ვიცი, ამდენამეს თუ ვიყიდიდი არ მეგონა, მაგრამ შემომეყიდა. ხო და არა და სახში საერთოდ არ ვჭამ ხოლმე საჭმელს, ანუ ძალიან იშვიათად სამსახურიდან რომ მოვალ ხოლმე, გვიან ხომ მოვდივარ სამსახურიდან, მე მოვდივარ 11-ზე, ხანდახან 12-ის ნახევარზეც და ეგრე გვიან არ მინდა ხოლმე ჭამა, მაგრამ მაინც რომ მომშივდება,
ცოტა ვჭამ ხოლმე, ხო და ძირითადად ტოსტერებს ვიკეთებ ხოლმე რომ მოვდივარ სახლში, თორე ისე სულ გასული ვარ და სულ სამსახურში ვჭამ ან ლობიას, ან რაღაცა ეგეთ გამომცხვარებს, ან ნებს, რა ქვია, სენდვიჩს და ეგეთ რაღაცებს ვჭამ ხოლმე სამსახურში და ეხლა თან უნივერსიტეტიც დამეწყო და დილიდან საღამომდე გასული ვარ. მაგრამ მაინც ვიყიდე მოკლედ ეს პროდუქტები რა. ხო და ჩვენთან სპარში მე ხა მოლარე კონსულტანტი რო ვარ კი იცით და ხანდახან რაღაცებს რო იყიდიან ასლარზე ისე ავლენ ვფიქრობ რომ რა იყიდეს არც არაფერი თქო და ხა ორი ნაბიჯი ჩვენთან სპარში ძალიან კარგი ფასდაკლებებია ხოლმე აქციები და რაღაცეების პარიდანაც მომაქვს ხოლმე მაგრამ ხა ორი ნაბიჯი მაინც ყველას მირჩევნია იმიტომ რომ ძალიან კარგი მისაღები ფასებია ხო და ბარემ მოდი დავაგემოვნოთ ეს ჩიპსი ნახოთ აბა როგორია ძალიან კაია კაია ამ ფასად მშვენიერია თავიდან არის გემრიელი და მე ჩვეულებრივი გემო აქვს მაგრამ ძალიან კაია მართლა გემრიელია ხო და აი ესე მოკლედ რატომღაც ხელფასი ძალიან მალე შემომეხარჯა ну ცოტა დამრჩა რა თქმა უნდა ეხა საახალწლოდ ხვალ ორშაბათს საახალწლოდ ესე ვთქვათ სპარი კომპანია რიცხავს 200 ლარს წინასწარ რა ხო და 10 რიცხვში ხო ვიღებ ხელფასს მაგრამ 200 ლარი დამერიცხება ხვალ და პლუს ამას ბონუსები რა რაღაცა ნავაჭრის რაღაცა პროცენტები 3% მე მგონი ხო და ეს რა ქვია 1-200 ლარზე მეტი ხვალაც ჩამერიცხება მაგრამ სამაგიეროდ 10 რიცხვში ნაკლები ჩამერიცხება ხელფასი თან გუშინ რა დამემართა ანუ მენეჯერი ან ადმინისტრატორი ხოთulis ხოლმე ყოველთვის მაღაზიას რო დაკეტავს სალაროს თანხას რო გადათulis ყოველთვის ითვლება ესე ვთქვათ ანგარიშდება დანაკლისი და პლუსი რა რაც გაქვს ნავაჭრი ხო და შემომხედა გუშინ საღამოს და მეუბნება რომ 50 ლარი გაქვს დანაკლისიო და მეთქი ამდენი რანაირად თქო და მოკლედ გადაამოწმა კამერებში ყველაფერი შეამოწმა და სამწუხაროდ მოხდა ისე რომ გადამიყვა ანუ მოდის ესე ვთქვათ მომხმარებელი და საურა 5 ლარიანები ეჭირა ხელში თითქმის სულ 5 ლარიანები ეჭირა და გადაგიცვლითო რა 100-ანშიო და კარგი თქო თან ეხა 5 ლარიანები უფრო გვაწყობს სავაჭრო თანხა ანუ დაშლილი ფული უფრო გვაწყობს რა თქმა უნდა ხო და უნდა მიმეცა ანუ 1.50-იანი იყო მეგონა სალაროში ყოფილა 2.50-იანი მიმიცია 2.50-იანი და ესა 2.20-იანი და 1.10-იანი მე მგონი ანუ 50 ლარის ზედმეტი გადავაყოლე ვიღაცას და რაკნა ისიც კამერები ხო მანახეს მე ხო გადაამოწმეს და აღმოჩნდა რომ ჯერ მე მივეცი რა ის 100 ლარის 2.50-იანი 2.20-იანი 1.10-იანი და ანუ რომ მივეცი თავისი ფულის უკან ამოდო რა ანუ შეამჩნია რა თქმა უნდა რომ 50 ლარის ზედმეტი გადავაყოლე მაგრამ ხმა არ მოუღია ეხა რატომაც არა შეიტყაპუნა ის თანხა ხო და მაგან რა იცის რომ ის თანხა მოლარე კონსულტანტს აკლდება რა ვიცი ალბათ არ იცის ან იცის მაგრამ არ უნდა გაგება ხო და ესე ნუ ჩემი შეცდომიდან გამომდინარე გადამიყვა 50 ლარი და თვითონ რომ მაწვდის ამ 5 ლარიანებს გადავთვალე და 95 ლარია თქო ვეუბნები და ხო იცის რომ 50 ლარის ზედმეტი მივეცი მაგრამ ეს თავისი თანხა გამომართვა ეს 5 ლარიანები თვითონაც გადათვალა
დარწმუნდა აბა ხო არ ვატყუებდი 5 ლარი აკლია თქო რო უთხარი და მე დამიმატა ის 5 ლარი მარა დამიმატა კი არა და 50 ლარი ზედმეტი გავაყოლე და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში კამერებშიც გადამოწმდა და ის თანხა დამეწერა მე მინუსებში მარა რაღაცეები რაც ესაქნა რა ქვია პლუსები რაც იყო ჩამოაკლდა და დაახლოებით 50 ლარი დამეწერა მინუსებში პლუს ამას ლოტოს პარკის და სიგარეტის დანაკლისიც ჩვენ გვეწერება რა ვინებიც მუშაობთ სპარში და ესე იგი ხელფასს აკლდება ეს თანხა ხო და ეხლა ნახეთ 200 ლარი საახალწლოდ წინასწარ ჩამერიცხება და რა თქმა უნდა ხელფასამდე დამეხარჯება ეს 200 ლარი და პლუს ამას კიდე ეს დანაკლისი ჩამომეჭრება ხელფასზე და რა ვიცი ამ თვის 10 რიცხვში რა გამომივა ხელფასი ვინ იცის ხო და პირველი ხელფასი ძალიან ისეთ დამეხარჯა მალევე ნუ ჯერ მაქვს რა თქმა უნდა მაგრამ უფრო იმაზე უფრო სწრაფად დამეხარჯა ვიდრე მეგონა რა ხო აი ესეთი სიტუაცია ეხლა შევალაგებ ამ ყველაფერს რაღაცის თქმა მინდოდა კიდე მაგრამ გადამავიწყდა ხო ხვალ უნივერსიტეტში უნდა წავიდე აუცილებლად პრეზენტაცია მაქვს ლექტორზე ჩასაბარებელი და ადრე უნდა დავწვე დღეს უნდა შევეცადო ყოველი შემთხვევისთვის ესე იგი მაცივარი სავსეა რა ვქნა საწავლა ამ შოკოლადებს დაბლაკა მოვიდა აჰა ამდენი ძერხვი რა თმინდა არ ვიცი მაგრამ იყოს ამ სუპებს ეს მოკლედ წავედი ახლა და თუ გამახსენდა რაზე მინდოდა საუბარი კი გეტყვით უი ხო ესე იგი იმის თქმა მინდოდა რომ მეხსიერება ამომეწურა ანუ ავლაბარში ხო ავლაბარში კი არა დარიყის პარკში ხო დავსეირნობდი და ვიდეო ჩავრთე და ამოაგდო რომ მეხსიერება ამოიწურაო და გადავირიე იმიტომ რომ ეს ტელეფონი ხო იყო ჩემი მეგობრის და მართლა იმდენი ფოტოები და ვიდეოები ქონდა რომ სულ მიკვირდა ანუ ვკითხე ერთხელ რომ რამდენი აქვს მეხსიერება კი მაგრამ ამდენი ვიდეოები და ფოტოები რო გაქვთ ხო და 128 გიგაბაიტიანია და რო შეამოწმა 70 გიგაბაიტი ქონდა მხოლოდ დაკავებული და იმდენი ფოტოები და ვიდეოები ქონდა მაგრამ მე ხა ამ ხელა ვლოგებს რო ვიღებ 40 წუთიანის მართლა არ მეგონა თუ ოდესმე ამოაგდებდა ეს ტელეფონი რომ მეხსიერება ამოიწურაო მაგრამ მე იმდენ ვლოგებს ვიღებ 40-30 წუთიანებს რომ არ ვშლიდი ამ ძველ ვლოგებს რასაც ვიღებდი და ისა რა ქვია მოგროვდა რა ძალიან ბევრი ხო და რამოდენიმე დღის წინ გუშინ წინ იყო მე მგონი საღამოს წავშალე ძალიან ბევრი ვლოგი დიდხნიანები მაგრამ ამას ხო აქვს წაშლილები ნუ წაშლილები ყველა ტელეფონს აქვს წაშლილებიდანაც თუ არ წაშალე მაგ შემთხვევაში მეხსიერება მაინც უჭირავს ხო და უცებ წაშლილებში შევედი რამოდენიმე ვიდეო წავშალე და გავაგრძელე მერე ისევ რიყის პარკში ვიდეოების გადაღება ხო და აი ესე რა
არა, ძალიან კაია მართლა. თავიდან ძალიან გემრიელია. კიდე ორ ნაბიჯში ვნახე შერეული ფარში რა. გატარებული ფარში ვნახე და ვიფიქრე მეთქი ხო არ წავიღო და რაღაცეები გავაკეთო, თქო ხინკლის გაკეთებაც ვიფიქრე. აქამდეც მიფიქრია რომ მეთქი გავაკეთებ ერთ დღეს ხინკლებს და ჩემი გაკეთებული მაინც სხვა თქო და თან კულინარია ძალიან მიყვარს და თან საყინულეში შევყრი და როცა მომინდება რამდენსაც მინდა იმდეს მოვხარშავ თქო. მაგრამ ეხა ესეთ სიტუაციაში ნამდვილად ვერ გავაკეთებ ამ მაგიდაზე ხინკლის ცომს მართლა ვერ გავაბტყელებ და ძალიან ბევრი შრომა უნდა ხინკალს. ეხა ქალებიც მთელ დღეს ხინკლის კეთებას უთმობენ და მე სად მაქვს მაგის დრო და ნერვები. ხო, სოფელში გავაკეთე ერთხელ მახსოვს და ესე იგი ცომს ვაბტყელებდი საათ ნახევარი, ანუ 1 საათის მეტი არ ვაცადე ცომს რა. ხო და ხინკლის ცომი ხო იცით როგორი ძნელი გასაბტყელებელია, ხელები მქონდა დალეწილი. ხო და ეხა აქ ნამდვილად ვერ გავაკეთებ ხინკლისთვის, ნამდვილად ვერ მოვიცლი. მომენატრება ავდგები ვიყიდი, ხო? ხო, კიდე რაღაცეები შეიძლება გაკეთება შეიძლება, ანუ კატლეტის, გუფთის და ეგეთი რაღაცების გაკეთება შეიძლება, ანუ ბრინჯში გუფთის გუნდების გაკეთება არ არის რთული, საყინულეში შეაგდებ და მე ხანდახან წვნიანს გააკეთებ ხოლმე გუფთის წვნიანს, ან ისე შეწვავ კატლეტებს, მაგრამ ეხა დამეზარა რა, თან ახალი წელი მოდის და საახალწლოდ ისედაც ბევრს არაფერს არ გავაკეთებ, მაგრამ მე რაც მიყვარს იმას გავაკეთებ საახალწლოდ. ქათმის აწეწილს აუცილებლად გავაკეთებ, ანუ ქათმის ფილეს სალათას მე ვეძახი აწეწილს. თქვენ როგორც გინდათ ისე დავუძახეთ. ვენეგრეტს აუცილებლად გავაკეთებ, ოლივიეს თქვენ ენაზე. ხო, ქათმის ფილეს სალათს გავაკეთებ, ოლივიეს გავაკეთებ, რავი კიდე გოზინახს გავაკეთებ აუცილებლად სახში, იმიტომ რომ დედიკოს გამოტანებული ნიგოზიც ძალიან ბევრი მაქვს და თხილიც მაქვს ასევე. თაფლს ვიყიდი, ეხა პატარა ქილებით იყიდება ჩვენთან სპარში, არღირს და ვიყიდი და გავაკეთებ გოზინახს სახლში. თან მიყვარს ეს საახალწლოდ არ შემიძლია ეს რა ქვია, ყველაფრის გამზადებულის ყიდვა და გამზადებულების სუფრაზე დალაგება. ანუ მე მიყვარს ახალწელს ის სამზარეულოში ფუსფუსი და ეგეთი რაღაცეები რა. ხო და ნუ ეხა მარტო ვარ და ბევრს არაფერს არ გავაკეთებ, ცოტას იმას გავაკეთებ, ცოტას ამას გავაკეთებ და პატარა ლამას სუფრას გავაწყობ. ხო და ესე მოკლედ წავედი ეხა აბა დროებით. დიდი ხანია უკვე ვიდეო არ გადამიღია, 1-3 დღეა ალბათ, ან 4 დღე. ხო და ისე მომენატრა ეს ვიდეოების გადაღება. სიურპრიზი მაქვს კიდევ 5 შაბათს ხო ვისვენებ და ჩემი პატარა ოცნება უნდა ავიხდინო, რომელიც დიდი ხანია გეგმავ რა ამ ოცნების ახდენას, ესე ვთქვათ. ძალიან ელემენტარული რაღაცაა, ძალიან მცირედია ზოგისთვის საერთოდ არ არის ამის გაკეთება რთული, მაგრამ დიდი ხანი ვფიქრობდი რაღაცა გეგმავდი და ეხლა 5 შაბათს აუცილებლად გაიგებთ რაშია საქმე და საახალწლოდ პატარა ოცნებას ავიხდენ. აბადროებით ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას. თუ ღამე უყურებთ ვიდეოს, ტკბილი წილი.